ულოცავთ ბორჯღალოსნებს ამ გამარჯვებას. სოჭიდან ტელეფონით საუბრობდა დავით ერაძე და ბორჯღალოსნების წარმატებას უკვე ზეიმობენ თბილისშიც რაგბი პაბში შეკრებილები არიან რაგბის გულშემატკივრები და მათ ემოციებს ახლა პირდაპირ ეთერში ჯემალ ფარცახაშვილი გადმოგცემს. ჯემალ, რა განწყობაა ბარში? გილოცავთ უკლებლივ ყველა საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ წარმატებას. ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად ასის გათამაშებაზე მათ კონკურენტი არ ხავთ. პრინციპში ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გასულ ტურში გახდა გათამაშების ჩემპიონი. ასე რომ ქართველი რაგბისტების თავდადება დასაფასებელია, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. რაც შეეხება რაგბი პაბს, პირველ ტაიმში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ტაიმი ფრედ 3-3 დასრულდა, აი უკვე მეორე ტაიმში იყო აქ ემოციების სიხარული. ჩვენ შეგვიძლია ამ კომენტარებს პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. Devas გილოცავდა რადიოში რაგბის მოსმენა ყოფილა საშინელება, ძალიან ნერვიულობდა. ძალიან რთული თამაში იყო რუსებისთვის, ფაქტურად იყო სტალინგრადი. წარმოიდი როგორ გვებრძოლეს პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში ჩვენო ბიჭებმა ითამაშეს თავის თამაში და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა არ მეშინოდა, იმიტომ რომ მეტრეველი სახელობის სტადიონზე თამაშობდა, ჩვენ მიწა-წყალზე თამაშობდა და ულოცავ კიდე ყველა ქართველი. ულოცავ ყველა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთ გამარჯვებას, ნუ როგორც მოსალოდნელი იყო. ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა სხვადასხვა არ ძალგვით სამას მიყოდი და ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რადიო და რასაც მივხვდი, აი ყველაფერს აკეთებდნენ რუსები. პატიოსს და თუ არა პატიოსს, აი ბოლომდე დადგნენ, მაგრამ რა ვიცი, როგორც წესი გამარჯვება ჩვენ დაგვჭირდა და კიდევ ერთხელ ულოცავს უყურას. 1993 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთის ნაკრებს მე-15-ად შეხვდა. აქედან ერთი შეხვედრა მოიგეს რუსებმა, ისიც 18 წლის წინ ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. დანარჩენი 13 მატჩი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მე კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკლებლივ ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას. დიდი მადლობა, ჯემალ ფარცახაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და დღის სხვა ახალი ამბები